ოკეი, მოგესალმები. მე ვარ ნიკა, ჩემი სასცენო სახელი არის Wayward Atom და იმიტომ რომ ცოტა საგიჟიჩი ვცხოვრობ ახლა, დრო არ მაქვს რომ ახალი ვიდეო გადავიღე YouTube-ისთვის, იმიტომ რომ დიდი დრო უნდა სულ მომზადებას რაღაც თემის და ჩაწერას, editing-ს ვერ ვასწრებ, იმიტომ რომ რაღაც 5 პროექტში ერთდროულად ვარ და გადავწყვიტე, დიდი ხანია ეს მინდოდა და ახლა გადავწყვიტე რომ გავაკეთო ესეთი ვიდეო, რომ ქართველი არტისტები, ვისაც მე ვუსმენ და ძალიან მიყვარს, მინდა რომ გაგიზიარო ისინი შენს. და რა თქმა უნდა, შენ სურვილზე არის, მაგრამ თუ მოგეწონება ეგ არტისტი, გთხოვ რომ გამოიწერო, იმიტომ რომ ძალიან მნიშვნელოვანი არის ჩვენთვის ეგ, რომ რაღაცნაირად უკავშირე ვიგრძნოთ რა, რაღაცნაირად ცოტა დამთრგუნველი არის, რომ 2 წელი რაღაც ალბომზე რომ მუშაობ და მე 123 ნახვა რო აქვს, ცოტა დაბრედო არის. ხო და თუ გამოიწერე იმ ხალხს ძალიან გამახარებ და დაგვასაპორტებ, იმიტომ რომ ყველა მეტნაკლებად ესეთი არის, ნაკლებად ცნობილი არტისტები არიან, რაღაც მეინსტრიმი და რაღაც მილიონობით ნახვა არავის არ აქვს. და მეც თუ გამომიწერ, თუ არ გამოწერელი გამიხარდება. იდეაში ამ ყველაფერს ამ ვიდეოს სერიასაც რაღაცნაირად ამ community-ს ვაკეთებ, რომ რაღაცნაირად უფრო შევიკრათ და გავძლიერდეთ, იმიტომ რომ მგონია რომ ძალიან მნიშვნელოვანი არის. ცივი ყავაც მაქვს და let's go. კაი, პირველი არტისტი, ვისაც მოგასმენინებ არის ლუკა როი. ეგრე გამოვიდა, რომ ყველა ჩემი მეგობარი არის ფაქტიურად რა გავაკეთო, ჩაწყობილი, კორუმპირებული სქემა მაქვს. ჩემი ძალიან ახლო მეგობარი არის ლუკა როი და გულწრფელად ჩემი აზრით ერთ-ერთი ყველაზე ნიჭიერი ადამიანია, ვისაც ვიცნობ. ანუ ეხლა რაც YouTube-ზე ოდებს იმას ვრთავ, YouTube-დან ჩავრთავ ვიდეოებს რა. და ხო გავუშვი რეკორდს ერთი წამი. კი, მე მგონი გავუშვი. ხო, ლუკა როის ანუ სხვა მე და ლუკას დაგვიკრავს არაერთხელ, სულ თავიდან მის პირველ პროექტში დაუკარი, იმასაც ლუკა როი ერქვა და რაღაც newcomers-ი მოვიგეთ, მე open-ზე დაუკარეთ, იყო ფანტასტიკური გამოცდილება, მე ცოტა ხანი ჩაიკარგა და ეხლა comeback ექნება ლუკას ისევ 7 ივნის დედაენაში, ანუ საოცარი ალბომით ბრუნდება, მე დაუკრავ ბასზე და მოდულარზე მანდ და პირველი ტრეკი არის Waffles, ლუკა როის და ნუ ჩემ რაღაც key მომენტებს გაჩვენებ, რაც მევასება რა. ძალიან საინტერესო ექსპერიმენტალური ჰიპ-ჰოპ ალბომით ბრუნდება და გირჩევ არ გამოტაო, მოდი დედაენაში, უფასო იქნება დასწრება და არ გამაზო. შემდეგი ასევე შემიძლია ხო მეგობარი არის ლექსორატიანი და მინდოდა გულწრფელად მისი სხვა ტრეკი მოწონს ყველაზე მეტად, რომელიც არ დაურელიზებია ჯერ და ნუ მაგას ვერ გასმენინებ ჯერჯერობით, მაგრამ დამტოვე მარტოს ჩავრთავ, რომელიც რამდენი ხნის წინ გადაიღო? 1 წლის წინ თან მიუზიკ ვიდეოში ჩემი მეგობარი არის ფილიპე და Let's go, Philip. Persana sword. Dama queen mesa. Kelly. Wings are popular Yeah, და მე მგონი მალე და ალბათ ერთ თვეში გამოუშვებს იმ ახალ ტრეკს, რომელიც მე ძალიან მიყვარს და საოცარი გამოვიდა და პლუს ოპენერზე უკრავს წელს, main stage-ზე გახსნის და თუ იქნება ოპენერზე არ გამოტოვო, საოცარი არის. ოკეი, ეხლა ცოტა ფოლკლორში შევყვინთოთ. შემდეგი არის გიორგი მარგიანი, რომელიც არის ფანტასტიკური ადამიანი და მუსიკოსი, ანუ პირველად გიორგი მოვისმინე, ეგეთ ფესტივალს ვაკეთებდით, ულევი ერქვა, მარტყოფში ხდებოდა ეს ყველაფერი, მარტყოფის ერთ-ერთ ძველ კლუბში და იქ პირველად მოვისმინე გიორგი და ცოტა შოკი მჭირდა სვანურ ენაზე პირველად მოვისმინე მუსიკა და ანუ რაღაცნაირად ძალიან შემძრა რა, ანუ რაღაც ძალიან ემოციური იყო მაგისი მოსმენა.
და მაგის მერე ვაგზავნებთ ურთიერთობას მეორე ულებზეც რო გავაკეთეთ 1 წლის მერე იქაც ჩამოვიდა და უკრა და მოკლედ არის აი საოცარი ადამიანი, საოცარი მუსიკოსი და გასმენინებთ ახლა ჩემ საყვარელ მის ტრეკს. მოიხიადო შუსროქტახენი მოიხიადო შუბროკლეჟა ესრი მოიხიადო ლეჟა გარმალეზი მოიხიადო იაშუშლეჟა ესჭი მოიხიადო იარ ბაჩარმესმი ხო და გიორგის მე მგონი ლაივი ექნება მალე უბრალოდ გამახსენე ახლა რომ სოციალურ ქსელებში შემხვდა ეგ ვიდეო თუ რაღაც პოსტი და თუ გექნება სურვილი ძალიან საინტერესო არის ეგეთი მისტიკა მეორე მე არ ვიცი მართლა ძალიან საოცარი არის ოკეი შემდეგი არის ალექსანდრე ხარანაული რომელიც სანამ გავიცნობდი იქამდე ვუსმენდი ალექსანდრეს მუსიკას და ნუ რაღაც ფანტასტიკური ადამიანი არის და ეს დილთამამ მზევარი ჩემი ერთ-ერთი საყვარელი ლაშქრობებში რო დავდივარ ზაფხულობით სულ ვუსმენდი წინა ზაფხულში სულ ჩართული მქონა და მაგარი არის რა დილთამამ მზევყალას დახედე აკულაები ჯუენი კოდი ხანს მიცოცხლე სანიშნულ მომზადე ბუხარ გულში ვინიდეო და სანიშნულ მომზადე ბუხარ გულში ვინიდეო და ბაზარი ზუგოთა მარიად აიტვალმაზე ვინ მოგცა იმის პარტუკი ვიდგანი შოვნეო და მოკლედ თელი ალბომი ძალიან მაგარი აქვს რა ეხლა რადგან ცოტა დროში შეზღუდული ვარ ჩარჩხლა გადავა მაგრამ ყველა ტრეკი საოცარი არის ოკეი შემდეგი არის ილუშა წინცაძე რომელსაც ერთადერთი არ ვისაც არ ვიცნობ და არ ვიცი ძალიან მომწონს ეს ტრეკი ძალიან და შემიძლია რომ არ ჩავრთო ბათუმში მოვისმინე პირველად მახსოვს და ცოტა ის მქონდა რომ უცებ ვერ მივხვდი რომ მეთქი ქართულია არა ქართულია არა ქართული და მე ნუ მივხვდი რომ ქართული ტრეკი არის ცოტა ტექსტს ვერ ხვდებოდი და რა ფანტასტიკური არანჟირება აქვს მე არ ვიცი არაფერი ილუშას შესახებ მე მგონი როგორც ესე მივხვდი ნიუ-იორკში ცხოვრობს და ნუ ახლა მოვისმინოთ Shuka shuka shar shar hukam nukash kash kash Shabazები და სუბდეთი ნუყრები და მეზობები მზერეს ვარჩი ამოსულა ხამთა ხანაც ვაკი არის გზადები გამოსულა ციტე პაპანაკიანი ჰელა უცებეთ თალგესე თითქოს აგიდარშდება თითქოს კერესანა გეცე ხეხი გადრს ამაჭება სტარცუნა გაიოც ერთხელ უნდა დაულოცე საფის პუზეზე თარიცოს შვილი თუ მეგობარი ჰელა ოკეი, ცოტა სხვანაირი არანჟირება აქვს მე მგონი. ან საუნდი აქვს სხვანაირი Spotify-ზე სხვანაირად მახსოვდა რა. მაგრამ ნუ, კაროჩე, ილუში წინცაც მაგარი არის. შემდეგი არიან მიშვერდები, პატარა ხვლიკები, ჩემთვის ძალიან ახლო ადამიანები, ჩემი ძმა არის დრამზე და მოდი მოვუსმინოთ მიშვერდებს. ძალიან მაგრები არიან რა. ანუ გეფიცე პირველად გვერდიდან დავინახე რაღაცა ბენდის ცხოვრება, რომ ევასებად ერთმანეთი უკრავენ სულ და რაღაც ძალიან ისე იშვიათი არის, რომ ბენდში არატოქსიური პონტი იყოს და მაგრა სწორებს რა, რაღაცნაირად ერთ ჭკუაზე რო არიან და ერთი ის რო აქვთ რა ქვია. რომ მაგრა დასწორებს. ეს მაგები გელოდებიან და იქნებოდა რომ არ ჩამედო ურა კარგია გამედო საგვარისადები ვიღებერ ვიხდი წავიღი ხიდეს მანებას ეწრევა ამეთო მე დალანდები აუ მაგრა გაჭერდა ჩემო კომენტარა
კაი. ეს არის ხო მიშვარდების მოისმინე აუცილებლად მაგრები არიან. კაი, შემდეგი არის Sexy Bicycle, რომელიც არის ანუ რაღაცნაირად ცოტა შტერდები ესე მაგრამ რანაირად მიქსავს ნიკა არ ვიცი, მაგრამ ფანტასტიკური მიქსი აქვს სულ თავის მუსიკაში და ინსტრუმენტალი ყოველთვის მაგარი, ვოკალი ძალიან მაგარი, короче, ლაივში საოცრად უკრავენ, არ ვიცი რა, ეხლა რას აკეთებენ, არ ვიცი არიან თუ არა აქტიურად, მაგრამ ლაივების კუთხით. მაგრამ ნახოთ King 2 ეს მე რაც მომწონს იმებს გასმეინებ რა, ანუ ბევრი ძალიან საინტერესო ტრეკი აქვს, პროსტ ჩემი ფავორიტები არის King 2 არის. ძალიან განსაკუთრებული საუნდი აქვს, ძალიან ესეთი ინდივიდუალური სულ ხვდები ნიკა თავის ტრეკებს როდებს ეგრევე ხვდები იმას რა ქვია საუნდზე რომ თვითონ არის რა, მაგარი არის. კაი, ეხლა ნელ-ნელა აკუსტიკური მუსიკიდან გადავდივარ ცოტა ელექტრონულ მუსიკაში და პირველი იქნება ირაკლი ჭოლაძე კუკუ, რომელიც არის აი ფანტასტიკური დრამერი და არ ვიცი, ეს ტრეკი ცოტა მაგიჟებს, ან ძალიან მაგარი ტრეკი არის, ძალიან საინტერესო არანჟირებით და yeah, let's go. ფანტასტიკა არის რა, ფანტასტიკა არის კუკუს ყველა თავისი ტრეკი ძალიან საინტერესო აქვს რა, ძალიან კონცეპტუალური, ღრმა მუსიკალურად ყველა მხრივ არანჟირება, საუნდი ყველაფერს თვითონ წერს თან და მოგრეთ, არ გამოსატოვებელი კაცი არის. მეექვსე არის პროგენოლი, სხვა ტრეკის ჩართვა მინდოდა, რომელიც არის დამოვიწყდა გვირგვინი, მაგრამ ეს მიუზიკ ვიდეო არ ჩამერთო, არ შემეძლო რა და ანუ საკიჟეთი არის ძალიან მაგარი მუსიკოსი არის პროგენოლი, მაგრამ მუსიკას აკეთებს, ძალიან მაგარი მიუზიკ ვიდეოთან ყველაფერს თავის აკეთებს, ეგ სიგიჟე არის საერთოდ და პირველად რომ მოვისმინე ლექსო მომასმენა ერთი 3 წლის წინ თუ 2 წლის წინ მე მგონი და ანუ აი დედისპიცა ვარ რო არ გეთქვა რომ ქართველი იყო და რო გეთქვა რომ აი ამონტობინის ახალი ალბომია, ზუსტად იგივე სერიოზულობით მოусმენდი და აღვიქვამდი, იმიტომ რომ ძალიან მაგარია, ძალიან, მაგრამ მევასება და მოდი ნახოთ. მაგარი არის ძალიან ასწორებს, ძალიან საინტერესო მუსიკა არის რა, ძალიან, ხო, короче, პროგენოლი. ოკეი, შემდეგი არის უჩა გუგუნავა, რომელიც არის ჩემთვის რაღაცნაირად მუსიკალური გურუ, არ ვიცი რა დავარქვა, მასწავლებელი რა, ანუ უჩამ გამზარდა მუსიკალურად მე შემიძლია ესე ვთქვა. ყველა მნიშვნელოვან ეტაპზე სულ შემგვერდით იყო ყოველთვის, ანუ ეს იყო თავიდან გიტარაზე გაკვეთილების მოცემით თუ რაღაცა
აი რაღაც 1000 საჩუქრით რომ мотиваცია გამჩენოდა თუ მე უკვე ცოტა მოგვიანებით ცოტა ესე დაფუშვა რომ ებლტონი მესწავლა და აკუსტიკური მუსიკიდან გადმოსულიყავი აი უზომოდ მადლიერი ვარ უჩასი შემიძლია ვთქვა რომ მუსიკალურად სადაც ვარ ძალიან დიდწილად უჩას დამსახურება არის რა და სულ რო ეს ყველაფერი არა საოცარი არის ისეც ეს მუსიკა ჩემთვისაც ძალიან ღირებული არის ეს არის 2003 წელს ჩაწერილი 2003 წელს საქართველოში და თან ხო ვიცი როგორ არის ჩაწერილი და უძველეს კომპიუტერზე და ანუ საგიჟეთი არის მართლა რა აი ხა მოდი მოусმინოთ Twilight Breathe ესეთი ეს არის და თვითონ ფანტასტიკური ბასისტი არის ანუ ალბათ საუკეთესო ჩემი აზრით საუკეთესო ბასისტი არის რა Madness არის მართლა რა ან 2003 წელი არის თან იფიქრეთ მაგაზე ბასი არის თან და თან ესეთი გიჟი ელექტრონიკა გაღუნული მოკლედ უჩა არის ფანტასტიკური მუსიკოსი მე როგორ გქონდა ერთად პროექტი უჩა სოლილანა იყო უჩა მე და ნოე ჭელიძე Saffron Soul ეგრე ერქვა ერთად უკრავდით რაღაც ფოლკტრონიკა ცოტა ინდი ცოტა რაღაც ალტერნატივა იყო და YouTube-ზე არ გვედო ის ტრეკები რაც მე მინდოდა რომ ჩაგვერთო და მხოლოდ Spotify-ზე არის და ჩემო კომპიუტერმა ჩაღვინთა ხო და ხო Saffron Soul-ზე გავგრძელებ ანუ ბენდი ქონდა მე უჩას სოლილანა და ნოე ჭელიძე ბასზე უბრალოდ ცენტრალურად ის ტრეკები რაც მე მინდა რომ ჩაგვერთო არ გვიდევს YouTube-ზე მაგრამ no when you're gone არის ალბომიდან Tail და შეგიძლია Saffron Soul-ից მოისმინო Hopes my sister now and now the life has just begun Time stops when you are gone Time stops when you are gone I thought that I was late I thought that I had made mistakes Darkness is my sister now And now the life has just begun Time stops when you are gone ფანტასტიკური პროექტი იყო შეგიძლია მოისმინო Spotify-ზე გვიდოს მთელი ალბომი და შეგიძლიათ საადო ოკეი შემდეგი არის Zugensauce და ანუ ეს ტრეკი იყო რაღაცა ძალიან მისტიკა ჩემთვის ამას უსმენდი მადრიდში ვიყავი სამგზავროდ და ანუ რაღაცნაირი აი ვერ აღწერ რა ანუ კინო იყო ჩემთვის იქ ყოფნა რაღაცნაირად მადრიდში და აი ეს ტრეკი იყო მოკლედ რა არ ვიცი უბრალოდ მოусმინე ძალიან ატმოსფერული არის და ძალიან საინტერესო არის ჩემთვის. ასევე ზუკას ერთი ტრეკი კიდე მევასება, რომელიც არის What If I Die. და ეს მე მგონი ძალიან დიდი ხნის წინ ვუსმენდი, რამდენი წლის წინ? 4 წლის წინ, ხო? და მაშინ არც ვიცნობდი ზუკას და მაშინაც მევასებოდა. What if I die
my sleep. ფანტასტიკური მუსიკოსი არის ზუკა, ფანტასტიკური რა. What if ძალიან მაგარი გიტარისტი არის, ძალიან. find my way? მახსოვს ანუ ერთ-ერთი ისეთი გიტარისტი არის, ანუ ზოგადად გიტარაზე რაღაცა სოლოების დაკვრა არც არ მიზიდავდა და არც უსმენდი და ის ზუკა სოლოები იყო, რომ ძალიან მაინტერესებდა, სულ და წერდი ხოლმე რომ მეთქი რანაირად შვებით. მაგარი არის მოკლედ ზუკა და შემდეგ არის კეტატო. Let's go. აუ ფანტასტიკური ალბომი გამოვიდა, ძალიან გამოვიდა კი არა გამოიყვანა, ძალიან მაგარი არის, ძალიან კეტატო არის გიჟი. და ეს ალბომიც არის საკიჟეთი და ჩემს საყვარელ მომენტს ჩავხტავ ამ ტრეკიდან. მთელი ალბომი ძალიან მაგარი არის რა და უმაგრესები არიან ზუკაც და კეტატოც ძალიან ორივე ძალიან მიყვარს короче. მაგარი არის. Okay, შემდეგი არის Kid Jesus, ლევან შანშიაშვილის პროექტი, რომელიც ახლა გავიცანი, 1.5 წელიწადია და Kid Jesus-იც რაც თავიდან მოვისმინე, იმიტომ რომ პირველად მოვისმინე 2014 წელს თუ 2014 წელს იმაზე Newcomers-ზე და მაგ იქ არ მახსოვს საერთოდ არა და რაღაც ისეთი მუსიკა იყო ძალიან საინტერესო, მაგრამ არ ჩამრჩა გონებაში და ეხლა თავიდან მოусმინე, მოკლედ Oceans და ნუ მთელ ალბომს და ეს ჩემი ფავორიტი ტრეკი არის რა. Show me your devotion. Show me your devotion. She's so different, she's full of fame. Her skin being covered by someone's sense. I feel so broken, I don't deserve, I don't give up. She's full of shit. და ასევე ესთან ძალიან საინტერესო არის ლევანის ტრანსფორმაცია ძალიან მაგარი არის რომ რაღაც ეს აკუსტიკური მუსიკიდან ეხლა საერთოდ მოდულარულ მუსიკას უკრავთ ერთად და ასევე მინდა გაგიზია რომ ის კიდე ერთი პროექტი Plant Lovers რომელიც არის მცენარეების მუსიკა ესე ვთქვათ მოდულარებში აერთებს მცენარეებს კი არა პირიქით მცენარეებს უერთებს მოდულარს და მცენარეები უკრავენ მუსიკას ესე ვთქვათ და მოკლედ ეს არის ჩემი აბსოლუტური ფავორიტი ტრეკი მისი ალბომიდან Plant Lovers Volume 2. ხელები ამიწევია ძმაო. ძალიან მაგარი ალბომი არის, ძალიან იშვიათად ambient-ს ეგრე არ ვუსმენ ბევრს და ძალიან მომწონს ალბომი რა. Okay, ეხლა ჩემთვის ძალიან ღირებულ ადამიანზე გაგიზიარებთ. DJ EO/DJ Contractor არის უსინათლო მუსიკოსი მარტყოფიდან, რომელიც ულევის ფესტივალის რეზიდენტი არის და ულევზე დაუკრა ჩვენთან და მარტყოფში გავიცანით ისტორია არის საოცარი, რომ ანუ რაღაცნაირად მაშინ როქე თიხის ვორქშოპს ვაკეთებდით, იოც მოვიდა იქ, მაგიდან გავიცანით და რაღაცა ვუკრავდით თუ რაღაც მუსიკაზე ლაპარაკობდით და იოც ჩაერთო ლაპარაკში, მე აღმოჩნდა რომ მუსიკას აკეთებს და მე ეს მუსიკა ჩაგვირდა და აიდი მენა dance party ქონდა მთელი ღამე და ანუ საოცარი არის რა, საოცარი მუსიკოსი არის. ანუ და რაღაც ჩემთვის ცოტა მისტიკის ჟანრი არის, რომ ანუ
ჩვენ მხედველ ადამიანებს მაგალითად მე რო Ableton-ში მუშაობ, ხო, პირდაპირ ხედავ და ვთქვათ კიკის ჩესმა რომ მინდა, მიმაქ მაუსს და ვაჭერ და სვამ ამ კიკს და იო როგორც უცინათლო ადამიანი, ანუ 10000 ჯერ აჭერს ამ იმას, რა ქვია, ღილაკს, რომ ეს ხმოვანმა პროგრამამ ჩამოიყვანოს კიკამდე, მერე დაჭერამდე და მოკლედ, ანუ ძალიან დიდი შრომა აქვს ჩადებული და აუცილებლად მოისმინე, იო არის ახლა საგიჟეთი არის მოისმენე ხა. ხო, და მეგონი რაღაც ambient set-ი დადო, რომელიც ჯერ არ მომისმენია და გაქვთ ახალი ambient set-ი აქვს დადებული და აუცილებლად მოისმინე, მოკლედ იო რა, საოცარი ადამიანი არის. ძალიან მაგარი მუსიკოსი არის. ოკეი, ბოლოში გამოვედით. ხო, მეც მომისმინე. ეს არის ტრეკი Where is she? ბოლო EP-დან, რომელსაც ქვია Nami. და ანუ რაღაც ცოტა ხანი მოусმინოთ ამ ტრეკს. მე ძალიან მევასება ეს ტრეკი, ძალიან კაი გამოვიდა რა. ძალიან ისეთი არის ემოციური ტრეკი არის ჩემთვის და მაგრად მომწონს. და ბოლო არტისტი ვისაც მოусმენთ არის Soft Edge System, სადაც ახლა გიტარაზე ვუკრავ მე ბენდში და 12 ივნისს გვექნება ლაივი ჰარაკიში, ძალიან გამიხარდება თუ მოხვალ და სანამ გავუშვებ, კიდევ შეგახსენებ, რომ თუ რომელიმე არტისტი მოგეწონა, გამოიწერე რაღაც საპორტი ძალიან მნიშვნელოვანი არის მოკლედ რა ერთმანეთის შეიძლება შენც არაფერი არ არის და უნიშნულო დეტალი არის და არც აქცევ ყურადღებას, მაგრამ როგორც არტისტი ძალიან ისეთი არის რაღაც და უკავშირი რო გაქვს და დაფასებლად გრძნობ თავს რაღაცნაირად ისეთი არის რა მნიშვნელოვანი დეტალი არის ლაივებზე ციარეთ, ბილეთები იყიდეთ ხო 12 ივნისს ჰარაკიში და let's go a day before. You're lying alongside me, whistling to this one. Waiting for the terminal now, turning them on tracks. When they're running fast, yeah, too fast, singing in the dust. Whoa, yeah, take you home. You're lying alongside me, whistling to this one. We can laugh at my old pictures, visit funny times. Oh yeah, where bright faces, resting ones, getting more from them.